მამუკა ხაზარაძემ რამდენიმე წუთის წინ საპატიმრო დატოვა. რუსთავის ციხეს ცოტა ხანში დატოვებს ბადრი ჯაფარიძეს. ლილოს ლიდერები ყაველაშვილმა დღეს თვითმმართველობის არჩევნების კონკურენტულ გარემოში ჩატარების მიზეზით შეიწყალა. ხაზარაძე ჯაფარიძე წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო დააპატიმრეს. იგივე ბრალდებით ციხეში ზურაბ ჯაფარიძე, ნიკა მელია, ნიკა გვარამია, გიორგი ვაშაძე, გივი თარგამაძე და ირაკლი ოქროაშვილი იმყოფებიან. საქართველოს ოფიციალურად აღიარა პასუხისმგებლობა 2008 წელს სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ ომის გაჩაღებაზე. ამ სათაურით სტატიას დროებით ოკუპირებული ცხინვალის პროპაგანდისტული სააგენტო აქვეყნებს. სტატია წულუკიანის კომისიის დასკვნას ეყრდნობა. სტატიაში ნათქვამია, რომ თბილისმა აღიარა ის, რასაც 17 წლის განმავლობაში ელოდნენ. წულუკიანის კომისიამ დასკვნაში საქართველოს წინა ხელისუფლება ომის დაწყებაში დაადანაშაულა. პუტინი ამბობს, რომ თუ უკრაინაში ევროპული ჯარები განლაგდებიან, რუსეთი მათ ლეგიტიმურ სამხედრო სამიზნეებად აღიქვამს. ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტის თქმით, ზელენსკისთან შეხვედრის აზრს ვერ ხედავს. და ამბობს, რომ შეთანხმების მიღწევა პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება, თუმცა შეხვედრისთვის მაინც მზადაა და ამისთვის მოსკოვს საუკეთესო ადგილად მიიჩნევს. რუსთაველის გამზირზე 2 სექტემბერს საპროტესტო აქციის დროს დაკავებული პირი, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტროს მტკიცებით იარაღი ჰქონდა 62 წლის მიხეილ ლეშკაშელია. ადვოკატის ცნობით დაკავებულს აქციასთან შეხება არ ჰქონია, ის იარაღების კოლექციონერია და იმ ღამით სანადიროდ წასვლას აპირებდა.